მოვიდა დრო ჩვენი ერთ-ერთი საყვარლის რუბრიკის სახელად თავარ როლში და დღეს მინდა სიამაყი წარვადგინო, რომ ეს არის რუსთავის და კონკრეტულად სხვა შუადღის ექსკლუზივი. ჩვენ და ჟურნალისტმა რუსტან გიორგაძემ აიღო ინტერვიუ ძალიან საინტერესო ადამიანთან, რომელსაც არ იცნობა საქართველოში, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს და პირველად სწორედ ჩვენი გადაცემის საშუალებით გაიცნობთ მას. ის ძალიან მოთხოვნადი ფიგურა უკვე ჰოლივუდში, მიწვეულია სტუმრის სტატუსით ოსკარების დაჯილდოების და გლობუსის დაჯილდოების ცერემონიალებზე, როგორც მე რუსკა მითხრა, ბარაკ ობამასაც კი არის შეხვედრილი და მასთან უსაუბრია გარკვეულ თემებზე. მე ძალიან კარგად ვიცი ქალბატონ ხათუნას, ხათუნა კრივიშვილს, ეხლა გახლავთ ხათუნა ლორიგი კრივიშვილი და ლორიგი მისი ფსევდონიმია, სპორტსმენი გახდათ და ეხლა როგორც ვიცი ჯენიფერ ლოურენსი შიმშილის თამაშებისთვის სწორედ მანა ვარდიშა შვილის სკოლაში. აი, მე მგონი ამ ყველაფერს ყოჩა რუსკა ჩვენ ნახავთ უკვე ვიდეოში, რომელიც თქვენთვის ექსკლუზიურად რუსუდან გიორგაძე მოამზადა. ნახოთ. გამარჯობათ. გამარჯობა. შობა ახალწელს გილოცავთ მოგწადით. ლოს-ანჯელესიდან როდის ჩამოხვედით? სუსტად ახალი წლის წინ. გაიცანით შვილდოსანი ხათუნა კრივიშვილი, თუმცა მას მთელი მსოფლიო ხათუნა ლორიგის სახელით იცნობს. ხათუნა ლოს-ანჯელესში, დასავლეთ ჰოლივუდში ცხოვრობს. კალიფორნიიდან საქართველოში მშობლიურ გორის რაიონის სოფელ რეხაში ყოველ წელს ახალი წლის შესახვედრად და მონატრებული ნათესავების მოსანახულებლად ჩამოდის. ახალი წელი ძალიან მეყვარს საქართველოში, ვერაფერს ვერ შეეძება, განსაკუთრებით ამერიკას ახალი წელი, მათ უფრო სხვას ეს დღესასწაულები აქვთ. საქართველოში როგორც ხვდებით ახალწელს ეს მნიშვნელოვანია და ყოველ შემთხვევაში ის პერიოდი, როცა მე ვისვენებ და ამ პერიოდში მიყვარს ჩამოვიდი და ჩემი ნათესავი მოვინახულო. ხათუნას გორში ვიზიტი ამჯერად წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას, ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიას დაემთხვა. ხათუნა წელს ცერემონიის ერთ-ერთი სტუმარი უნდა ყოფილიყო, თუმცა ქართველი სპორტსმენის მენეჯერის გადაწყვეტილებით ამჯერად ხათუნამ ოქროს გლობუსის ორგანიზატორების მოპატიჟებაზე უარი თქვა. Golden Globe-ზე ვიყავი მიპატიჟებული ერთ-ერთ საზეიმო აღლუმზე და სამწუხაროდ მიაკვარდა ძალიან გამიჭირდა მაგაზე ძალიან მინდა წამოსვა, მაგრამ რა თქმა უნდა ოჯახი წინა დააყენო ჯერ აქ ჩამოსული ვარო დედაჩემს და მამაჩემს სიტყვა ვანახო და მათგან იგივე სიყვარული მოდის კიდევ ბევრი ოქროს რაც მთავარია ოსკარზე იქნებით. იმედია. თუმცა წინ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაა. ხათუნა კრივიშვილი ერთხელ უკვე იყო მიპატიჟებული წლის ყველაზე მნიშვნელოვან კინომოვლენაზე. ხათუნა მასტერკლასი მშვილდით სროლაში E-Entertainment-ის ტელეწამყვანებსა და სერიალ ვამპირის დღიურების ვარსკვლავს არიელ კებელს ჩაუტარა. ეს მოულოდნელი იყო, რომ მე მივიღე მოწვევა ეს E-Entertainment-დან, ტელევიზიიდან, რომელიც მე ძალიან მიყვარს უყურებ ჰოლივუდის ჭორიკნობას და ამ დროს მეც მათთან აღმოჩნდი, თხოვეს რომ მე გამეცა რამოდენიმე კითხვისთვის პასუხი და ასევე როზავეტის სასტუმროში მესწავლებინა მათთვის სროლა რამოდენიმე კი, ერთი მსახიობი იყო, კი, ვარსკვლავებისთვის და ასეც მოხდა ჩვენ მერე იქ რა თქმა უნდა ინტერვიუ მივეცით, ლამაზი ბურთი დავაყენეთ წყლით, მარტინის ჭიქაზე ზემოდან და მე ის არის ვესროლე გავაკეთეთ ეროლ თინი. ასე რო ქვია და ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის ეს მოულოდნელი და რა თქმა უნდა უარს ვერ იტყვი ესეთ შესაძლებლობებზე. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ვოცნებობდი იმას, რომ ჰოლივუდში მოხვდები და რაღაც ახლა შეიძლება სადაც ყველამ გაიფიქროს, რატომაც არა რომ შეხედავ ამ ლამაზ ვარსკვლავებს, შენს გინდა რომ ეგეთი ცხოვრება გქონდეს, მაგრამ ეხლა სასაცილოდ არ გეყოფა საკუთარ თავში. ახლაც არ ვარ მასთან, მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს, როცა მე პირადად მეპატიჟებიან ამ ხელაწერა იმებზე დაჯილდოებზე მადლობს. ეს ძალიან პატივს სცემ და მიხარია იმის გარდა რომ ჩემი სახელი ისმის იქ და მშვიდოსნობა, აგრეთვე ყოველთვის სახია რომ მე ვარ ნატივ ჯორჯია ქართველი. I've never seen a diamond. რუსკა. ალასკაზე ვიყავი, ვავარჯიშებდი იქ ამერიკის სამხედრო საჰაერო ბაზის ბავშვებს სკოლას. შევედი უბრალოდ სუპერმარკეტში, შემდგომ დავინახე Hunger Games ჟურნალი. გადავშალე საკუთარი თავი მიპოვე. ხო, ეს არის მთლიანად მარტომათვის არის მიძღვნილი და აქ სადღაც პირი დამჭა ღია, იმიტომ რომ ნამდვილად აი, თელი სტატიაა თქვენს. ხო, აქ
ნამდვილად არ ველოდებოდი. ეხლა როგორია შეხვიდე სუპერმარკეტში ჟურნალის შემთხვევით დათო და საკუთარი თავი იყო. თან ამერიკაში, საქართველოში კიდე პატარა ქვეყანა ყველა ერთმანეთს გნობს. I can talk to MTV about her training routine. ესე იგი თქვენზე უყვებოდა MTV-ს ხო? გამოცდის. კი, ხა ბევრი არ ვიცი ხა რა თქვა, მაგრამ საკმარისი თქვა რომ ხო, გაიცანი MTV-ს მაყურებელს. ეს იყო ოლიმპიადის დროს რო გამოუშვეს, მხოლოდ 6 ოლიმპიელი. ხო, მხოლოდ 6 ოლიმპიელი აირჩიეს ამერიკის გუნდიდან, ერთ-ერთი მოვხდი მე. ქართველი, ყველგან ხვდება. ხო, так. ქართველი ყველგან ხვდება. მადლობთ. აქ არ ხვდება არავინ ესე ადვილად. ძალიან მე სხვათა შორის დილის 7 საათზე ამერიკაში ჩემ ფილოსოფიის მენეჯერმა და გლამორ მაგაზინმა დარეკა შემთხვევით ძალიან დიდი მადლობა მეთქი დავკიდა და სულ დამარტყა. რამდარეკა? ხო და იმის შემდეგ 2 თვე მომეწია შიმშილი. ესეთ ფოტოა და არა არ მიშიმშილია, მაგრამ ყურადღებას ვაქცევდი რომ არ მეჭამა ძალიან ბევრი პიცები და ჰამბურგერები. Hi, I'm Katrina Lorik and you got ხათუნა ქრივიშვილი არაერთხელ გახდა სხვადასხვა პრესტიჟული გამოცემის E-Entertainment-ის, CNN-ისა და Reuters რესპონდენტი. მე ჯენეფორს ვთხოვე რომ აი მეთქი რომ არ გახდა მეთქი დასაცინი Lord of the Ring-ით მეთქი გავიგე და იმაცავით აი ეს გააკეთე მეთქი და აი ეს სახეზე მიჭერა ხელისა და გასროლა და მხრის დაჭერა ნუ რაც იყო მთავარი ის გასაღები მაშინ ამან ნამდვილად გააკეთა პირველი გასროლა გააკეთე სწორედ მეთქი ანუ რას გულისხმობთ ნუ რო გაისვი ხელი უნდა იჭირო ეს პროფესიონალები ყოველთვის იჭერენ მარცხენა მხარეზე რა თქმა უნდა აი აქ ხელის დაყენება ეს არ გვაქვს ჩვენ ასე თუ ხარ კაიმსროლი ისვრი კაიმსროლივით და ვაყურებინე ცოტა შორის ძალიან კაი ხასიათების ბავშვი, რასაც უყურებ ტელევიზიაში, ზუსტად ეგ არის, ლაპარაკი. იარული? ეხლა ნიტყო და ხოლმე ნახევარი საცმე, მოდი აღარ ვისვრი და ვილაპარაკოთ. და Lord of the Ring-ში რა არის შეცდომა? ვაიმე, ეგ ახლა ასე არ ვისვრი ჩვენ, ასე ისე ვერ გაატყო, რომ უმიზნებ, უნდა ხელი უნდა რა თქმა უნდა, ხო, რა თქმა უნდა, დამირეკოს და ვავარჯიშებ. ხათუნა ახლა ჰოლივუდელი რეპორტიორების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა. ყველას აინტერესებს ვინ არის ქალი, რომელმაც ოსკაროსან ჯენიფერ ლოურენს მშვილდით სროლა ასწავლა ფილმისთვის შიმშილის თამაშები. ეს დილით ვარჯიშობდა ეს მთაზე სვლას and აგრეთვე იმას სირბილი და შტანგებზე ვარჯიში ქონდა ამას მე მოდიოდა მშვილოსნობაზე 1 საათით ვარჯიშობდა 15 დღე ვარჯიშე სხვათა შორის მე 10 დღე ვარჯიშე და 5 დღე ჩემს მივეცი უფლება რომ შენ ვარჯიში მაშინ არ ვიცოდი ვისთან ქონდა საქმე სხვათა შორის ძალიან კარგად ჩემს მწვრთნელობს იქ და კი როცა მე არ ვარ ჩემს უდელებს ის პატრონობს შიმშილის თამაშების ეკრანებზე გამოსვლისთანავე ამერიკული პრესა ალაპარაკდა იმაზე, რომ ჯენიფერ ლოურენსი ოსტატურად ისროდა ისარსდა, რომ მას მწვრთნელის ტექნიკა არაჩვეულებრივი სიზუსტით ჰქონდა ათვისებული. მასტერკლასი დამწყებთათვის ჯენიფერ ლოურენსის მწვრთნელისგან. ხო, მოდუნე ხელი, არ აი სნეპოსი გამოდი აი ასე. ხო, ასე. ხო, მიტანე სახესთან ახო, სახე არ მიტანე. ხელი. და რა ესეთი მზემია ამოცები მგლობითი ჩამოსენჭრე ხო ორი რაც გასწავლე მეშინა ეს დადექი ხელები გაასწორე ხო ორეკითგან გაიხედე ეს მოგონა ეს ხელი აი ეს უნდა დადგე გასაგებია მე რო ჩაგატრიელებინებ ხელს ასე ფსიოს არ მიაწო ეხლა მე თუ შულს დაგაჭერინებ აქ რეცემში ამას მოგიტან აი აგერ უყურე ზუსტად აი ეს უნდა დადგე შეგელია ცოტა წინ გადმოგწე ო ძიმი შევიდე სახე არ გაწვიო, ასე დააწვინე. ცოტა მიგაწვენე. ხო? არა იყოს, მაგრამ მე გაწვენე. ასე ხელი. სადე გაგეწმა, უფრო უკეთესად გავარკვით მაინც. რაც უფრო მეცი ვარჯიშე, მე უფრო უკეთესია რა თქმა უნდა. ოჩახ, კაი გოგოხარ. ჯენიფერ ლოურენს 15 დღე დასჭირდა იმისთვის, რომ წიგნის პერსონაჟის, კატნის ევარდინის მსგავსად ესწავლა სროლა. ხათუნა ქრივიშვილი ჰოლივუდის ვარსკვლავს, რომელიც მაშინ მხოლოდ 20 წლის იყო, 15 დღის განმავლობაში და დღეში 1 საათი ამეცადინებდა. სუსტად ასეთი ვერტებით ვამეცადინე ჯენიფერ ლოურენსი. 1 საათი დღეში, ჩვეულებრივ როგორც აი ახლა თქვენ გიხსნით, ისევე მას აუხსენით გომა, როგორ უნდა ხელები როგორ დააყენოს ხაზზე და იქ აუხსენე რამოდენიმე აუცილებელი ფაქტორი, რომ აი სახესთანას როგორ დაიჭიროს ხელი, მარცხენა უნდა დაიჭიროს გასვლის შემდეგ, შვიდი რომელში ხელს უჭირავს. გავაფრთხილე რომ მეოთხე აი ეს ორი აუცილებელი ფაქტორი უნდა გქონდეს მეთქი თუ მინდა რომ გეტყობოდეს რომ ხარ ძლიერი მსროლელი და პროფესიონალი.
ეს ძალიან მხიარული ბავშვი იყო, სიცილი ეზარებოდა სროლა, რა თქმა უნდა. გეუბნებოდათ რომ ვიჭორავთ. ნახევარი საათი ვისროლოთ და ნახევარი საათი ვიჭორავთ და ვჭორავთ ჩვენს. პირად ცხოვრებას ტკიპობოდა. ყველაფერზე. აბსოლუტურად ძალიან გულახდელი გოგოა, ყველაფერზე ლაპარაკობს. ეს ბავშვი მაშინ უბრალოდ ერთხელ იყო ნომინირებული ოსკარისთვის და ახლა მე მგონი უკვე მეორე მესამეთი არის და იმედია. როცა მოვიდა თქვენთან იცანით რომ ეს ის გოგო იყო რომელსაც Winter's Bone-ში ქონდა უკვე ნათამაშები და იყო უკვე ოსკარის ნომინანტი. არა, აბსოლუტურად წარმოდგენა არ მქონდა, დამინახე მე უბრალოდ უყურებ როგორც მწვრთნელი უყურები რომ ამ სიმაღლე ამ ხელები ასეთი კლავები მქონდა რომ დამეყენებინა მშვიდიც სწორე, მოვიდა ძალიან ლამაზი გოგონა, მაშინ იყო 19 წლის, ასე 20 წლის. და უბრალოდ მე მშვიდოსნობის თვალით ავათვალე ჩავათვალე დავაჭერინე შვილი და როგორი მოსწავლე იყო? სხვადასხვა ძალიან კაი მაგოგო რომ ჯერ რომ მოინდომოს მშვიდოსნობის წასვლა ძალიან გადახრები ქონდა დადებითისკენ და ნუ არის ნაბიჯები რომლებიც ჩვენ ჭირდება ეს მოდის მხოლოდ ნატურალურად მშვიდოსნობაში შენ არ შეგიძლია რომ მას მიცე მან ტკივილის დაიმსახურა ხელში დაარტყმა ლარმა ძალიან მაგრა და გადაუღო სურათები უნდა ვნახოთ ჩვენ პროცესს აი როგორ მშვიდოსნობის გულისთვისა და ეს იყო ესეთი ეს ფილმში მის მშვიდოსნობას როგორ შეაფასებთ ანუ იყო ის რაც თქვენ ასწავლეთ სხვათა შორის მე როცა მე მას ვთხოვე რომ პირველი გასულა ყოველთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და რომ აუხსენი ეს როდესაც პირველ ფილმში მან გამოჭირმა შვილი და ის არის დაუმიზნა რომ ისვრის იქ იმ დროს რომ მოკლას რაღაცა ცოტა შორის ზუსტად სწორად და კარგად შეიტანა და გამეცინა ეს თავდა ცოტა ჩემს გასროლებსაც როგორც მე ვისვრი და ძალიან ბევრი მესეჯი მოვიდა რომ როგორ ეთყობა რომ ხათუნას ნავაჯიშებელია ნუ ახლა იქ არის ჰოლივუდის ეფექტებისაც სულიან და არარეალურია რა თქმა უნდა ისაც ეგრე ჩქარა ვერ ჩადებს შვილში და ვერ გაისვრის უისროდ ისვრის და მე კომპიუტერით ამონტაჟებენ ყველაფერს ნუ ახლა რას იზო კინო კაი საყურებელია და საინტერესოა ყოველ შემთხვევაში საერთოდ როგორ მოგაგნეს Lionsgate-ის წარმომადგენლება ან თქვენ როგორ მოვიდნენ მე ფერი მოგემზადებიდათ მე ვარჯიშობ ოლიმპიურ სოფელში ყოველთვის სან-დიეგოში საერთოდ ვარ ლოს-ანჯელესიდან ჰოლივუდში ვცხოვრობ და იქ ლოს-ანჯელესიდან დარეკეს მოიკითხეს თუ ვინმე არის მწვრთნელი ლოს-ანჯელესში და შემომთავაზეს იქ ხარო და რაღაცა ის არის მსახიობი გოგო ბავშვი ცა ვარჯიშობ და ვარჯიშობ ახლა რაღაც ვიზავდი და ესე მოხდა ესე საინტერესოდ წავიდა ეს რამოდენიმე 3 წელიწადი ბოლო 3 წელიწადი და მე მგონი უფრო საინტერესო გახდება შემდეგი 3 წელიწადი კიდევ ქართული ღვინოსპაჩუკა და უთხარი არ დალიოთ იმიტომ არ იყო ჯერ 21 წლის დედიკოზე მომდოს ძალიან ეთქო და ასე თქვა სხვათა შორის ნიუ-იორკში იყო ნამყოფი რომელიღაცა პარიზი და იქ ქონდათ ქართული ღვინო და ძალიან მომეწონაო ესე იგი მაინც დაგემოვნებული ქონდა უკვე არ თქვი მაგე არ თქვა მოდით ეთიკ ნახოთ როგორ მღერი ხართ ნახოთ შემაპაროს ხართულა გასწავლეთ დაქოცავთ თქვენი ცოტა კიდე ჩაწიება და აი ეს იგრძენი აი აქ პატარა ხელი გაქვს შენ აი ამას მაგასაც მნიშვნელობა აქვს პატარა გაშალე შენი ხელი ხათუნა ლორიგი ახლა თავის გამოცდილებას მშვილდოსნობაში დამწყებ ქართველ სპორტსმენებს უზიარებს არ დალიოთ არ მოწიგოთ ნარკოტიკებისგან შევზადეთ იყავით ბედნიერი ივარჯიშეთ მიყევით ჯანმრთელ ცხოვრებას აუცილებლად ხათუნა ქრიუშვილის კარიერა საქართველოდან იწყება. მხოლოდ 18 წლის იყო, როდესაც საბჭოთა კავშირის სახელით პირველ ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა და ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი გახდა. უმნიშვნელოვანესი ჯილდო ახლა სხვა პრიზებთან ერთად ქართველი მშვილდოსნის ლოს-ანჯელესის სახლში ინახება. ჩემი ჯილდოები ამერიკაში მაქვს წაღებული, არ მეთქი, არავის არ მაგდება. ჩემი ბრონზის მედალიც ოლიმპიური ამერიკაში წაღებული. ეს ერთი არის დედას, ეს ბაზა ძალიან მოეწონა. საქართველოს ჩემპიონატი მოვიგე. დაიტოვა დედა ჩემო. ეს იმაში ტარდებოდა ვაკის საცურაოზე რომ აქვს მე სპორტული მანეში. იქ ტარდებოდა შეჭირვა და ეს ხათუნა ეს მინ მოგწევ ჩვენ აი ეს მეორე ლურჯი პატარა ბაზა ერთცალი. თამაშენ ეგრე მიყურებ მამა ხავდა საღამოთივოდა და უჩი ახერში ანუ ბაზა იყო თავარი საფუქარი იმ შეჯიბა არა ნუ ახლა ბაზები იყო ესე ნახე ხო საქართველოს როგორ იყო ბაზები და რაც უფრო 12-93 წელი თუ რამე იყო იმასაც მართლა მადლობთ რომ რაღაცა იმატევა თორე
რა იყო სხვა ამეტი არა. ასე უფრო დიდი ევაზებით ქართველებისთვის ხო ეს აა? ის გამეხარდა პირველ ადგილს იყო გახვედი და ვამაყობთ ყოველთვის ჩვენი ხათუნათი დადებითად ვაფასებთ მის მოღვაწეობას ამას. ხათუნა მოიგო ევროპის ჩემპიონატი და ჩამოიტანა დიდი ვასაკეთებით გაწყობილი და დაგვიპატიჟა იუზა არა ამის შენა გახსაღებული რა მონება დაგვიპატიჟა და მიველთ იქ აღნიშნავთ ეხლა ისე მოხროსპადები ჩაყარეს კანს ეს კახორი დაგირა დაცალო დაახლოებით 3 ლიტრი მეტი რა 3 ლიტრი და ვიხჩობით ხო ისე რა რაღაც განსხვავებული ყველაზე ორიგინალური გეუბნები რა ვიხჩობოდეთ ხათუნას თითოეული გამარჯვება თითოეული медаლი მომწყვე მშობლებისთვისაც ჩვენი ნათესაობისთვის სიამაყეა ძალიან ვამაყობთ 12 წლის იყო, როდესაც სკოლის გაცდენის კარგი საბაბი მიეცა. კითხვაზე ვის უნდა და მშვილდოსნობაზე სიარული ხათუნამ პირველმა აწია ხელი. სკოლაში შემოვიდა ქართულის გაკვეთილ ფიზკულტურის მასწავლებელი და მშვილდოსნობის წარმომადგენელი და თქვენს ვის უნდა მშვილდოსნობა და ოღონდ სკოლაში ნუ წამიყვან. ავდექი ფეხზე და ავიყოლი ერთი 40 ბავშვამდე შევაგროვე და წავიყვანე იქ მაშინ ოქტომბრის მეტროსთან და იქიდან შრომით რეზერვებში მივედით. აიქ და იქ დაიწყო მშვილდოსნობა, რა თქმა უნდა, შენ თუ დარბოდი 3 კრუგს, მე უნდა მერბინა 4 კრუგი, შენ თუ მოჭიმე დიდი მშვილი, მე უფრო დიდი მშვილს ვნახავდი და უფრო მძიმეს. ყველას მითქიცებდი, რომ ყველაზე ძლიერი მე ვიყავ, ყველაზე ბერმაჯიმანიეს მე გავაკეთებდი. 40 ბავშვიდან. მამი, ისო სკოლაში მოვიდნენ და ისო სად არისო მოთხარი იქ ტირი უნდა იყოს ხო? უნდა ისულო, სადნა ისულო მოთხარი. ტირი არ მახსოვს არსად, ვიცი ტალვარჯიშის დარბაზია მოჭიდავ და დარბაზი არის კიდე ტირი შვილო მამა იქ არ არის მეთქი და აი ესე თქვენსო და წამოვალო რომ დავში მანქანას წავალთ მიველით შეველით დარბაზში ტალვარჯიშის დარბაზში მიდის ვარჯიში და კითხებით გასავთ კი როგორ აი დაბლა არისო და წაველით შეველით და ხედავთ 40 ბავშვი დგა და ეს წვნელი აულის ჩაულის და რაღაცა სოფს ისე და მე ვთხარი კი მაგრამ ესენი მეთქის ყველა სპორტსმენები არიან მეთქი აქედან ერთი გამოვიდესო და ვთხარი მაშინ ესეც დააყენე მეთქი და ზუსტად მაგეთქო მაშინ იფიქრებდით რომ ის ერთი თქვენი შვილია არ ვიცოდი რა როგორ იფიქრებდი მაგას ნატარიში შეიძლება გავაბათ მაგრამ ამას შრომის მოყარია უყარს შრომა უყარს ეს აი მიწოლა და და ჩემს არ უნდა მშვილდოსნობა კალად ბურთები არაფერი მე გავთხოვილიყავი მყორო და 5 შვილი და მეწველა ჯროხები აი ეგ მე რა ჯროხის მოწველა ვიცი სხვათა შორის ყველი სამოყვანაც სად ისწავლეთ მამამთინო მასალა კახეთში უნაშვილმა საქართველოს სახელით ოლიმპიადაზე მონაწილეობა ორჯერ მიიღო ძალიან მონდომებული ვიყავი და ბავშვობიდან მე უფროს კლასში გადამიყვანეს მე გამოვაჩინე ტალანტი მონდომება და რა თქმა უნდა შვილი და ეს პირველი შეჯიბზე რომ გავედი საკმაოდ კარგად გამოვედი და დაინტერესდა ასე შეჯიბიდან შეჯიბამდე შედეგი მაღლა გავწიე და რა თქმა უნდა დამიძახეს ახალგაზრდულ საბჭოთა გუნდში არა პირდაპირ მოზდილებში დაგვიძახეს და აი აქედან უკვე მე წელიწად ნახევარი ვიყავი მანამ საქართველოს დაშორდა საბჭოთა კავშირს ვიყავი საბჭოთა კავშირის გუნდში ну აქედან მე უკვე იყო რომ ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე წავედით მოვიგე ევროპის ჩემპიონატი მესამეზე გავედი კიდე მოვიგე იქ შეჯიბრებზე მსოფლიო თასები მაშინ არ იყო გრან-პრიები მაშინ და მედლებს ვიღებდი ვიგებდი საბჭოთა კავშირს ვიგებდი საქართველოს ჩემპიონატებს ჰქონდა რეკორდები და აქედან უკვე რა თქმა უნდა მე ბარსელონა 92-ში იყო რომ პირველად და საბოლოოდ საქართველოს სახელით როგორც опроსტორაც საბჭოთა კავშირის სახელით გავედი და მაშინ იყო რომ ბრონზის მედალი ავიღე მესამე ადგილი და პირადში მე-6-ე დავამთავრე. ხათუნა ახლა იხსენებს რა რთულ პირობებში უწევდა საქართველოში ვარჯიში და უსახსრობის გამო რამდენ სპორტსმენს უწევდა ჩემპიონატებში მონაწილეობაზე უარის თქმა. სანთლის შუქზე მომიწია რა თქმა უნდა მეცადინეობა პადვალში, იმიტომ რომ ტირი დაკეტილი იყო სასწაულით არსად არ ქონდა, ჩემთვის უბრალოდ გეგმა იყო რომ მოღონაც მოხედილიყავი ოლიმპიადა არ გამომეტოვა. მოხდა რომ არ გამოვტოვე ოლიმპიადა და 96-ში გაემგზავრე ამერიკის შტატებში. ამის შემდეგ გადავწყვიტე დარჩენილიყავი ამერიკის შტატებში, იმიტომ რომ დავინახე რომ იქ იყო უფრო მეტი საშუალება იმისთვის რომ ჩემი მიზნებისთვის მიმეღწია. უკვე 2005 წელს კი მსოფლიო ჩემპიონატზე ხათუნამ პირველად იასპარეზა შეერთებული შტატების სახელით.
ამის გამო რომ ემიგრეიშენი და ეს ყველაფერი გადაწყვიტე 2000-ში ისევ საქართველოს სახელით გამოსულიყავი. მოქალაქეობა არ მომეცა თავის დროზე. 2000-ში სიდნეიში საქართველოს სახელით დიასპორაზე სამწუხაროდ შედეგი არ იყო, იმიტომ რომ ძალიან დაკავებული ვიყავი იქ, ბავშვი მყავდა მე მაშინ ეხლა სპას. პატარა იყო მაშინ რა თქმა უნდა და ვარჯიშის საშუალებები არ მქონდა იმდენად იქ ამერიკაც არ იყო მაინდა-მაინც მოდომებული მაშინ სხვა ფედერაციაში სხვები მუშაობდნენ. საქართველოს ყოველთვის როგორც ყოველთვის პრობლემები, მწვრთნელები, ვარჯიში, თანხა არ იყო, რომ შეჯიბზე წასულიყავი, მომზადებელი წავედი ავსტრალიაში, იყვნენ დასასვენებლად, რა თქმა უნდა. და აი ამ ავსტრალიის შემდეგ იყო, რომ მე ვეცადე მოხვედრილიყავი 2004 წლის ოლიმპიადაზე საბერძნეთში, მე მოქალაქეობა კიდევ არ მქონდა მიღებული. ძალიან დიდი პრობლემები შეიქმნა საქართველოსთან, რომ მე მათ ისინი მე დამხმარები იყვნენ თანხით. ნუ ალბათ ამერიკაში ცხოვრობდა, გაქვს ფული, ხეზე მოდის ფული და შენ თვითონ გადაიხადე ფული, შენ თვითონ წავიდე, მე ასეთი ჯიბრიანობა წავიდა. ნუ დავანება თავის საერთოდ უწყლენ ამ პერიოდში ფუდოშნებას, უმეტესად ბავშვის აღზრდაში ვიყავი ჩართული. 2005 წელს 2004 წელს მე არ მოვხვდი ოლიმპიადაზე, ეს იყო ძალიან კრიტიკული მდგომარეობა ჩემთვის, რომ მე ვერ წარმოვიდგინე თუ ოლიმპიადას გამოვტოვებდი და ვერ წარმოვიდგენ კიდევ, მაგრამ არის ის, რომ თუ არ დაგეხმარებიან და არ გამოგიცვლიან ხეს ის რაც სჭირდება სპორტსმენს, არ მოგეხმარებიან, არის ყველაფერი რომ შესაძლებელი და დარჩები ოლიმპიადის გარეშე და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს სპორტსმენისთვის ოლიმპიადაზე წასვლას. 2005 წელს ჩემმა იურისმა გარეკა რომ მოქალაქეობას ღებულობდა და პირველ რიგში ავიღე ტელეფონი დაურეკე ამერიკის მშვიდობის ფედერაციაზე უთხარი ფორმა გამომიგზავნე ამერიკის და ძალიან გავუხარდათ. თავზე გადაგვდიოდა თვითმფრინავები და გადმოგდიოდა და მირეკავს ვის ნახევარზე დედა როგორ ახარ და შენ იქიდან ოლიმპიადიდან. აი მე რა უნდა უთხრა ბავშვს როგორ კარგად ავარჩვილო და გამოვურთე ტელეფონი. ჩავედი ლონდონი გაიხსენე. მანქანით 8 სული მიჯდა მე ვიჯექი როთან და უცქირეთ იქ ოლიმპიადას 4 საათზე იწყება დედა ჩვენი დროით. სულ ყველა და დაგვავიწყა ომი უკვე. ყველა ვერი ხათუნას რო დროშა გამოგქონდა. რამხელა სიხარული იყო იცი ჩემთვის. აი ძალიან ბედნიერი ვიყავი. 2008 წელს სწორედ ხათუნას ერგო პატივი ჩინეთის ოლიმპიადის დახურვაზე შეერთებული შტატების დროშა ეტარებინა. მაშინ ამ ფაქტს პრესის მხრიდან პოლიტიკური შეფასება მოყვა. როგორც მე ვარ, მათ ძალიან მოწონს, ძალიან გუნდის მომხრე ვარ, ძალიან გუნდზე გადადებული ვარ. იმიტომ მე ასე ვფიქრობ, ყველა სპორტსმენი მასე უნდა იყოს, უშენ ჩემ გუნდში ხარ, მე ყველანაირად დაგეხმარები, რომ შედეგი ვაჩვენოთ. აი ეს და აი ამან ამის გამო ვფიქრობ, რომ მე მოვიგე ეს კანდიდატურა. ხმის მიცემით. კი, ყველა სპორტიდან იყვნენ ისინი, რა ქვია, კაპიტნები. და მათ მიცეს წაიკითხეს ყველას ისტორია, წაიკითხეს ჩემი ისტორია, მაიკ ფილიპსი, ყველა მიცის იქ ხები იყვნენ კიდევ და მათ მოეწონა ყველა მე ხმა ჩუმად მიცეს. და იქ იყო ერთი ხმით მოვიგე მე. არავითარი პოლიტიკური სახე არ ქონდა მაგი დროშის დაჭერას. ამერიკის სახელით არ იყო ეს იყო პირველად მშვიდოსმა საერთოდ ისტორიაში დაიჭირა დროშა, მე ვიყავი. მანამდე მშვიდოსნას დროშა არ ჭერი არც ერთი ქვეყნის. ეს იყო ძალიან დიდი მშვიდოსნობის ისტორიაში, ამან მშვიდოსნობა ამოწია ზემოთ, ძალიან ისქნა, მშვიდოსანი იქ იყო ჩემი სახელი იყო, იქ იყო მშვიდოსნობა, იქ აგრეთვე იყო საქართველო, ყველგან ქართველი იყო ყოველთვის. ჩემი ბიჭს ყოველთვის ხელით ვანახებდი, იქ ლონდონში მიყურებდა და ძალიან ვამაყობდი, რომ ჩემი ბიჭი მიყურებდა იქ და მინდოდა მენახებინა როგორ იბრძვის დედა. აი ეს უნდა იბრძოლო. ხათუნა უკვე 9 წელია ამერიკის ეროვნული ნაკრების წევრია, შეერთებული შტატების სახელით იასპარეზა ლონდონის ოლიმპიადაზეც. ძალიან სტრესში ვიყავი ფსიქოლოგიურად, ძალიან ცუდად ხვდებოდი ცნებები, რა თქმა უნდა. და როდესაც სასწრაფოზე ვიყავი, ჩემ გუნდს ვეუბნებოდი, მაღლა ავიხედეთ საში და უთხარი ღმერთო, რა იქნება ახლა გვასრულინებთ კი ნორმალურად და გავიდეთ, ავიღოთ ადგილები თქვა და კვირდები თქვა 4 შაბათს და პარასკევს ცხოვრების ბოლომდე ხორცს აღარ ვჭამ თქვა და დღემდე არ ვჭამ ხორცს 4 შაბათს და პარასკევს პირობა ღმერთთან მაგზადებული მაგაზე. ხათუნა ამბობს, რომ მშვილდოსნობის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება სწორედ შიმშილის თამაშების პოპულარობამ განაპირობა. სიუზენ კოლინსის ბესტსელერის მიხედვით გადაღებულმა ფილმმა მშვილდოსნობა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სპორტის სახეობად აქცია. კინოს შემდეგ მშვილდოსნობა გახდა ძალიან ცნობილი და მე ძალიან ვამაყობ მაგით, მშვილდოსნობა ძალიან უნიკალური სპორტია. არ ვიძახი, რომ სხვა სპორტები არ არის უნიკალური, მაგრამ
მშვიდოსნობაში ყოველთვის არის დრო, რომ აიღო მშვილი და ისროლო ის არის. წლოვანებას მნიშვნელობა არ აქვს, ფიზიკურად თუ შეგიძლია, მაგასაც არ აქვს მნიშვნელობა. თქვენ ყავს სპორტსმენები, რომელიც აქვთ ხელი არ აქვს, ფეხი არ აქვს და ისვრიან მაინც. ძალიან წარმატებულები არიან. 30%-ით გაიზარდა მთელ სოფლიოში მშვიდოსნობის მოთხოვნა. შეხვედრები თეთრ სახლში ხათუნა ლორიგის ცხოვრებაში უკვე ტრადიციად იქცა. ჩვენ ოლიმპიადის მერე ყოველთვის ხვდებით პრეზიდენტს თეთრ სახლში, გვაქვს იქ პიკნიკივით განწყობილი, სურათებს ვიღებთ, მადლობას გვიხდის, საჩუქრებს გვაძლევს და ასე შემდეგ. რაც მე ვფიქრობ, რომ ეს მის მხრიდან მადლობაა. იმიტომ რომ ჩვენ როგორც თქვი, ვართ ელჩები ქვეყნის და ოლიმპიადის მერე ჯორჯ ბუშად შევხვდი, მომიწია ხელის ჩამორთმევა და პიჯაკის გადაცემა მასთან და წინა ოლიმპიადის წინ შევხვდით აგრეთვე ობამას, მოგვიწია იგივე ხელის ჩამორთმევა და მეოთხარი კიდე კაი ხელი ჩამოგართვი მეთქი 4 წელიწადში რა იქნებოდა რომ აღარ მომხდარიყო ეს მეთქი და მთავარია შენ იქნები 4 წელიწადშიო და ახლა მომიწეს კიდე 4 წელიწადში ხელის ჩამორთმევა თქვი კიდე კაი ნახეთ. მიშელ ობამა ძალიან ლამაზი ქალბატონია, ძალიან გულთბილი, გადაგვეხვია ყველას. კითხვაზე დაიბადებოდა თუ არა სხვა ქვეყანაში ყველა ჟურნალისტს ასე პასუხობს. მთელი სოფლიო მაქვს მოვლი და თუ მეტყვიან რომ აი რომელ ქვეყანაში გირჩევნია რომ დაიბადო. არ არსებობს ვარიანტი საქართველოში. რაც ხარ ეს არ ვიქნებოდი. მე ძალიან მომწონს ჩემი თავი და ჩემი გაგება, შეგნება და ეს არის საქართველოს და ქართველი სისხლის დამსახურება. ამოყობს საკუთარი ქართული ხასიათითა და პირდაპირობით. მეც მართლა უთხარი ბატონო, მასი არ ვისვრი ჩვენს მეთქი და მე ვარ მწვრთნელიო და მე ვთქვი მოდი გიმწვრთნელობ მეთქი შენ. ხო, მაგის გადაცემა ის ბიჭი რომ შულცისთვის არის ის სწორად და სირცხვილია თქვა და მე ვარ მწვრთნელიო წამოყუთავი და კი დავხედე ეს მე შენ მწვრთნელობა გჭირდება თქვა. ეს ადგილი მაქსიმუმს რიო დე ჟანეიროს ძალიან ლამაზია. უბრალოდ ის ტროპიკულია. ეს უფრო ლამაზია, ეს ამას ეთყობა, რომ ჩვენ ძალიან ბებერი ქვეყანა ვართ. ხათუნა ქვრივიშვილი ქართული შვებულების შემდეგ ლოს-ანჯელესში გადატვირთულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდება. მშვილდოსანი მოგზაურობს ამერიკის გარშემო და დამწყებს სპორტსმენებს მასტერკლასებს უტარებს. სპორტსმენებს თავადაც ამზადებს და ჰოლივუდელი რეპორტიორების კითხვებსაც პასუხობს ჯენიფერ ლოურენსზე და ფილმ შიმშილის თამაშებზე. არიგებს ავტოგრაფებს და უკვე სექტემბრიდან ამერიკელების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სპორტსმენი სან-დიეგოში სპეციალურად მოწყობილ ოლიმპიურ სოფელში გადაინაცვლებს და დაიწყება ყველაზე აქტიური მზადება რიოს 2016 წლის ოლიმპიადისთვის. ხათუნას მთავარი ამოცანა ამჯერად ამერიკისთვის ოქროს მედლის მოპოვებაა.